ჩვენ თუ შეცდომას არ დავარქმევთ შეცდომას, დანაშაულს არ დავარქმევთ დანაშაულს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს არ მივუჩენთ თავის ადგილს. არ ვუბიძგებთ მათ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ყველაფერი იმაზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ფიზიკურად წინ ვერ წავავთ, ჩვენი პარტია ყოველთვის საუბრობს იმას, რაც არის სიმართლე. ჩვენ არასოდეს არ მოგვიტყუებია ჩვენი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი. თუნდაც მძიმე და ძალიან მწარე სიმართლეს ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ამისთვის ჩვენ ვხდებით ხშირ შემთხვევაში დარტყმის ობიექტები. ჩვენ ვამბობდით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომ ჩვენ ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, იმიტომ რომ ეს იყო სწორი გზა. ჩვენ ახლაც ასე ვთვლით, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ჩვენ იგივე გზას გავივლით ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ჩვენ რეჟიმს ვებრძოლოთ გასმაგებული ძალით. ბოიკოტი არ იყო სწორი გადაწყვეტილება. პარლამენტის ბოიკოტირება იყო შეცდომა, შემდეგ უკვე ამ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება იყო შეცდომა, იმიტომ რომ დღეს თბილისს ყავს თბილისის მოსახლეობის 20%-ის მიერ არჩეული მერია შვიდობიანი დამხობა, რომელიც აი ამ ყველაფრის შემდეგ წამოვიდა, ეს უკვე იყო დანაშაული, რომელმაც მოგვიტანა დამძიმებული პოლიტიკური მდგომარეობა, მოგვიტანა კიდევ უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ეს ყველაფერი და აი ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი ეს ისახება ქართველ ხალხზე.